1918 წლის 26 მაისის ბატალიები კიდევ შესწავლას მოითხოვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამაც განაპირობა დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წელს და შემდეგ რა გაგრძელებებიც ამ მოვლენას მოყვა, დღემდე ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. საქმე ის იყო, რომ 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში რუსეთმა ძალს მოაწერა ხელი გერმანიასა და ოსმალეთთან, რითიც მან გარდა იმისა, რომ დაუთმო გერმანიასა და ავსტრიას პრაქტიკულად მთელი თავისი იმპერიის ევროპული ნაწილი დაწყებული ფინეთიდან დამთავრებული უკრაინით, ოსმალეთს გადასცა 1878 წლის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესული მიწები. ეს მიწები იყო ისტორიული ქართული და სომხური ტერიტორიები, რომელიც დაგვიბრუნდა 1878 წლიდან. შესაბამისად, იმ პერიოდის საქართველოს და ზოგადად კავკასიას, რომელსაც მართავდა არაკომუნისტური საზოგადოება, არამედ ჯერ კიდევ 1918 წლის თებერვალში ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის სეიმი, რომლის ლიდერებიც ქართული სოციალ-დემოკრატები და ქართული საზოგადოება იყო სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად, მოთხოვეს ბათუმის, ყარსის, არტაანის ტერიტორიების გადაცემა. რასაც ვერ ეგუებოდნენ, წავიდა მოლაპარაკებები ოსმალეთ გერმანიასთან, საბოლოო ჯამში მოთხოვეს, რომ თუ თქვენ ცალკე სახელმწიფო ხარ და არ იზიარებთ, თქვათ, რუსეთის კომუნისტური მთავრობის გადაწყვეტილებას, მაშინ უნდა გამოიცხადოთ თავით ცალკე სახელმწიფოდ, გახდეთ დამოუკიდებელი. და მართლაც აპრილის მიწურულს, 1918 წლის აპრილის მიწურულს, ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ერთი თვე მიდიოდა მოლაპარაკებები ამ ახლად დაბადებულ ამიერკავკასიის რესპუბლიკასა და ოსმალეთ გერმანიას შორის, თქვათ, ტერიტორიულ გამიჯვნის საკითხებზე, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდა ოსმალეთის მიერ, რომლის წარმომადგენლებიც მაშინ ტრაპიზონშიც და ბათუმშიც იყვნენ ჩამოსულები და ულტიმატუმზე უყენებდნენ, თქვათ, ამიერკავკასიის ხელისუფლებას, დამთავრდა სამდღიანი ულტიმატუმით, რომლის თანახმადაც ეს იყო 24 მაისს, თუ ამიერკავკასია არ გაატარებდა თურქულ სამხედრო ეშელონებს თბილისზე, თუ მუსულმანები დასახლებულ რეგიონებში არ ჩაატარებდა რეფერენდუმს ოსმალური ჯარის ზედამხედველობით იმის გასარკვევად, რომ ეს ხალხი ამიერკავკასიაში დარჩენილიყო თუ ოსმალეთში და თუ სომხეთის აწიოკების უფლებას ფაქტობრივად არ მიცემდა ამიერკავკასიას, მაშინ თბილისზე შტურმი წამოსულთ იმუქრებოდა. აქ ცალკე საუბრის თემაა, ჩვენ გქონდა თუ არა თავი და ყავდა თუ არა სათანადო ჯარი საიმისოთ, რომ მოგვეგიერიებინა, თქვათ, ოსმალეთის აგრესია. ფაქტი ერთია, რომ მაშინდელი გერმანიის უმაღლესი კომისრის, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, ფონ დერ შულენბურგის, ეს შულენბურგია მერე საბჭოთა კავშირში რომ იყო ნაცისტური გერმანიის ელჩი 1950 წელს, მისი რჩევით ქართველებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რატომ? იმიტომ რომ გერმანიამ აგვიქვა, რომ იქნებოდა ჩვენი მფარველი და ოსმალეთს დაუთმობდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიას და ასე რომ ამ ულტიმატუმსაც ავიცილებდი თავიდან, აგრესიასაც ავიცილებდი თავიდან და ბათუმში ჩავიდა მართლაც აკაკი ჩხენკელი, რომელიც მაშინ ამიერკავკასიის პრემიერ-მინისტრი იყო, მოლაპარაკება გამართა შულენბურგთან და უკვე უკან რომ ბრუნდებოდნენ მატარებელში ზურავალიშვილმა, რევაზ გაბაშვილმა და სხვა პატრიოტმა ქართველებმა შეადგინეს ეს ცნობილი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი, რომელიც 26 მაისს თბილისის პიონერთა სასახლე რო ერქვა და ეხლა ახალგაზრდობის სასახლე როა და უფრო ადრე რომ იყო მეფის ნაცვლის სასახლე, ამ სასახლეში ეროვნული საბჭო, საქართველოს ეროვნული საბჭო ესეთი არსებობდა 17 წლის ნოემბრიდან ქართველთა ეროვნულმა ყრილობამ ერთგვარი არასამთავრობო ორგანიზაცია აირჩია, რომელსაც ილია ჭავჭავაძის დიშვილმა ქართულ თავადაზნაურთა ლიდერმა კოტე აფხაზმა გადასცა 5 მილიონი ოქროთი, რომ ეპატრონათ ქართველი ერისთვის და სწორედ აი ამ ორგანომ, პრინციპში, რომელიც დღევანდელი გაგებით უფრო არასამთავრობო ორგანოა, თავი გამოიცხადა საქართველოს პარლამენტად და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია. სხვა შორის ნოე ჟორდანიამ თქვა, რომ უბედური დღეც არის და ბედნიერიცო. უბედური იმიტომ არის, რომ
ვანგრევთო სახელმწიფოსო ამიერკავკასიის ფედერაციასო, მაგრამ ბედნიერია რომ იბადება ახალი სახელმწიფო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მაგრამ პირობას ვდეპო რომ თუ რუსეთში დემოკრატია აღდგება, დაუბრუნდებით დიდ რუსულ დემოკრატიულ ოჯახს. რა თქმა უნდა, ეხა ეს უფრო წყევლა იყო ვიდრე მილოცვა, კაცმა რა თქვას. იქვე დარბაზში ყვიროდა რას ხვევით, ხუპავთ რუსულ დემოკრატიასო და ამას ყვიროდა ვინ? ნიკო ნიკოლაძის დიშვილი, გიორგი წერეთლის ვაჟიშვილი იგივე ირაკლი წერეთელი. სამწუხაროდ, სოციალ-დემოკრატების გარკვეულ ნაწილში დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო იძულებითი ღონისძიება ოსმალეთის სამდღიანი ულტიმატუმის თავიდან აცილებისა, რომელიც გერმანიამ გვიჩი. მაგრამ ამის მერეც გაგრძელება რთული იყო. პირველივე სხდომაზე ეროვნული საბჭოში საქართველოს პირველ პრემიერ-მინისტრად შეიძლება ბევრმა არ იცის, აირჩიეს არა ნოე ჟორდანია, არამედ ნოე რამიშვილი. ერთი თვე ნოე რამიშვილი იყო. მაგრამ ამის შემდეგ უკვე ორ დღეში გერმანიის სარდლობა, კერძოდ გენერალი ფონ ლოსოვი ითხოვს, რომ საქართველოს და გერმანიის შორის დროებითი შეთანხმება გაფორმდეს პოჭი ჩამომდგარ გერმანულ გემზე, სადაც საქართველოს აიძულეს, რომ ეცნო ბრესტ-ლისტოვსკის ზავის პირობები, თუმცა ეს იყო წინასწარი შეთანხმება და ჩხენკელი წაიყვანეს უკვე ჩხენკელი ამ სიტუაციაში ახლად გამოცხადებული დემოკრატიული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ზურაბ ავალიშვილთან ერთად კონსტანცაში. რათა იქ გერმანელებთან გაგრძელებული იყო მოლაპარაკება, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მძიმე ყოფილიყო საქართველოსთვის თქვათ ეს პირობები. მეტიც გერმანელებმა თავიანთი ფორმები ჩააცვეს ქართველებს, ჩოლობთან ჩააყენეს, რომ ოსმალების წინსვლა შეჩერებულიყო. მაგრამ 4 ივნის ბათუმში უკვე გაიმართა მოლაპარაკება საქართველოს დელეგაციასა და ოსმალეთის დელეგაციას შორის. ძალზედ სამწუხარო რა არის, იცით, აი 4 ივნისის შეთანხმებაში, რომ იქ მონაწილეობდა არასოციალ-დემოკრატები, მაინც და მაინც, ანუ რომლებსაც შეიძლება ბრალი დავდოთ პრორუსულობაში, არამედ ყველაზე ანტირუსი ქართველები. ეს იყო საქართველოს მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატებიდან ყველაზე ანტირუსი ნოე რამიშვილი. ეს იყო მართლაც ანტირუსობით გამორჩეული ქართველი გენერალი, რომელიც სხვადასხვა ყველაზე დიდი წინააღმდეგი იყო 25 თებერვალს, მერე 21 წელს თბილისის დატოვების ილია ოდიშელიძე, რომელიც იმ პერიოდში სარდლობდა საქართველოს ჯარებს და ცოტა უფრო ადრე კავკასიის ფრონტის ჯარებს 17-18 წლის მიჯნაზე. ეს იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი დამფუძნებელი გიორგი გვაზავა და გავახსენოთ საზოგადოებას, რომ ამ პარტიის წევრები იყო ეფთიმე თაყაიშვილის და გრიგოლ რობაქიძეს და კოტე აბხაზის და საერთოდ ეს ილიისტების პარტია თითქლებოდა და ეს იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიის ლიდერი და დამფუძნებელი გრიგოლ რცხილაძე. ამ პარტიის წევრი იყო იგივე დიდი თქვათ დიმიტრი უზნაძე და კიტა აბაშიძე და სხვები. მოკლედ ბათუმში ჩავიდა ყველაზე ანტირუსული ეროვნული ძალები და მათ ხელი მოუწერეს ოსმალეთს შემდეგ აქცია, რომ ოსმალეთს გადაეცემოდა მთელი დღევანდელი აჭარა, ბათუმი, ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, კობულეთი, გადაეცემოდა ახალციხე, გარდა აწყურისა, ასპინძა, მინოწვინის რაიონი, დღევანდელი და ახალქალაქის რაიონები. აღარაფერს ვამბობთ ავაკლარჯეთზე და შავშეთზე, რომელიც ისედაც მქონდა ოსმალეთს. გარდა ამისა, ფაქტობრივად საქართველოს რკინიგზა გადადიოდა ოსმალების ხელში საკონტროლოდ. როგორც კი თბილისში დაბრუნდნენ, მეხსეულად ამაზე ატყდა თქვა და აჟიოტაჟი, გერმანიაც სხვა შორის უკმაყოფილო იყო ამ ხელის მოწერით. ესე თქვეს, რომ აქ ოსმალური ხიშტების ქვეშ მოვაწერეთო ხელი, მაგრამ რა ხიშტებიც არ უნდა დაგადონ ხო, ნუ ამაზე ხელის მოწერა წარმოუდგენელია. ოსმალებმა ძალიან მალე ჩაატარეს ფსევდო რეფერენდუმი მუსულმანები დასახლებულ რაიონებში და ხმა მიაცემინეს, რომ თითქოს და ოსმალეთი უნდა ამ ხალხს. ივლისის თვეში საინგილოს დაიკავა ოსმალეთის ჯარმა და აი ეს ჯოჯოხეთური რეჟიმი გაგრძელდა მანამდე, სანამ ღვთისწყალობით პირველ მსოფლიო ომში არ განადგურდა ოსმალეთი და არსებობა არ შეწყვიტა. და შემდეგ უკვე 1919 წელს ყველა დაკარგული ტერიტორია დაუბრუნდა საქართველოს და ფაქტობრივად აღდგა საქართველოს ღვთისმშობლის მწილხოთ ფარგლებში.
ჩვენ დღემდე არ ვიცით ზუსტად ბათუმში რა ვითარებაში ხდებოდა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიამ, სოციალისტ ფედერალისტთა პარტიამ, ანუ ეროვნულმა პარტიებმა ამ ხელის მოწერით დაკარგა ავტორიტეტი. ამის შემდეგ უკვე 19 წელს არჩევნები რო ტარდება, იქ ისინი მარცხდებიან და იმარჯვებს ისევ და ისევ სოციალ-დემოკრატიული პარტია. მეტიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნოე რამიშვილი ნოე ჟორდანიამ შეცვალა. გიორგი ოდიშელიძეს მას შემდეგ უკვე ფაქტობრივად აღარ ინიშნება არმიის სარდლად და კვინიტაძე ინიშნება, რომელიც გნებავთ კვალიფიკაციით, გნებავთ დონით და გნებავთ პატრიოტიზმით უფრო ნაკლები იყო. რატო ყვებით ამას? იცით, რომ 1918 წელს 26 მაისი ეს არის ბედნიერი დღე ჩვენთვის. თვითონ ის პოლიტიკური სპექტრი და მოდით ვთქვათ ობიექტურად, არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც იმ ჟამად, იმ წამს საქართველოს განაგებდა, არ იყო როგორც ეთყობა ამისთვის მზად. არ იყო მზად, იმიტომ რომ ძირითადად კავკასიის ფრონტი, რომელმაც ოსმალეთს წაართვა დიარბაქირი და ტრაპიზონი მანამდე, ქართველებით იყო დაკომპლექტებული. ეს ხალხი იარაღის ქვეშ ისევ იდგა და სწორად მათი გამოყენების შემთხვევაში მკვდით ქვას ვასრულებდით ოსმალებს. მაგრამ რო არ იყო როგორც ჩანს პოლიტიკური ნება და არც ერთი პარტია, არა მარტო სოციალ-დემოკრატები, არც ეროვნულ დემოკრატები, არც სხვები არ იყვნენ მზად, ამიტომაც ვარდებოდით ასეთ მძიმე დღეში და ამიტომაც მოხდა შემდეგ ალბათ 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგედია და რუსული ოკუპაცია. მაგრამ ბედნიერი მომენტი რა იყო და ბედნიერი განცდა, რომ ილია ჭავჭავაძის ღვაწლმა, ნიკო ნიკოლაძის ღვაწლმა, რომელიც ამ დროს ცოცხალი იყო და სხვაშორის ევროპაში მოღვაწეობდა და ყველაფერს აკეთებდა იმ დღეებში იმისთვის, რომ საქართველოსთვის რაც შეიძლება უმჯობესი პირობები მოეპოვებინა. აი იმ ჩვენი დიდი თავგანწირული ქართველების ღვაწლმა და უფლის ნება მაინც გამოიყო შედეგი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაშინ არ გვყავდა საამისოდ მომზადებული პოლიტიკოსები, აღდგა ყდრეთით აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. 18 წლის 26 მაისის შემდეგ ამ სახელმწიფოებრიობამ ძალიან მძიმე გზა გაიარა. იყო კომუნისტური ოკუპაცია, მერე დამოუკიდებლობის აღდგენა, ომები და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. დღეს არსებობს ქართული სახელმწიფო, არსებობს ავტოკეფალური ქართული ეკლესია და ამ ყველაფერს ჭირდება ალბათ კიდევ დიდი სიყვარული, დიდი თავგანწირვა და ღვაწლი, რათა რაც შეიძლება მეტად გამტკიცდეს და რაც შეიძლება მეტად ნამდვილი და უკვდავი შინაარსი შეიძინოს.